დილამშვიდობისა საქართველოს დღეს 6 მარტია უყურებთ კურიერს 8 საათზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ორდღიანი ვიზიტით ტაშკენტში დასრულებულია. მთავრობის მეთაური საერთაშორისო აეროპორტში მისმა უზბეკმა კოლეგამ გააცილა. ბოლო შეხვედრა ირაკლი კობახიძემ უზბეკეთის პრეზიდენტთან გამართა. ირაკლი კობახიძემ და შავკატ მირზოევმა ორი ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. აღნიშნა, რომ ქვეყნები სტაბილური სავაჭრო პარტნიორები არიან. ტაშკენტში ვიზიტის დროს საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელი შეხვდა ასევე ქვეყნის პრემიერ-მინისტრსა და საკანონმდებლო ორგანოს პირველ პირებს. ასევე შედგა საქართველოს-უზბეკეთის მთავრობათა შორისი კომისიის საიუბილეო რიგით მე-10 სხდომა. შეხვედრებისას განისაზღვრა ბევრი პრიორიტეტული მიმართულება, თუ როგორ უნდა განვითარდეს ურთიერთობები ორ ქვეყანას შორის. აქცენტი გაკეთდა ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალზე, რომელიც არსებულზე მეტად უნდა იქნას ათვისებული. კომისიაზე მოხდა ძალიან ბევრი ასე თქვა დივერსიფიცირებული საკითხების განხილვა, რომელიც როგორც სავაჭრო, ასევე ეკონომიკური მიმართულებით მნიშვნელოვან პერსპექტივებს წარმოაჩენს და ის მზარდი ტენდენცია, რაც მიმდინარე მომენტისთვის ვაჭრობის ბრუნვის ზრდის მიმართულებით სახეზი არის, მოსალოდნელი არის, რომ კიდევ უფრო ინტენსიური იქნება აღნიშნული თანამშრომლობა. ძალიან დიდი პოტენციალი აქვს საქართველოს აგროსასურსათო პროდუქციას და საექსპორტო მიმართულება უზბეკეთში განსაკუთრებულად აღსანიშნავია. ეს შესაძლებლობები ასათვისებელია, მოგეხსენებათ, რომ წლიდან წლამდე ექსპორტი იზრდება, თუმცა შესაძლებლობები დიდია, რომელსაც აუცილებლად გამოყენება ჭირდება. შესაბამისად, ეს ოლხრივი შეთანხმება, მემორანდუმი ითვალისწინებს კიდევ უფრო დამატებით და უფრო აქტიურ თანამშრომლობას. ეს ყველაფერი თავისთავად ცხადია, არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც ხელშეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერებას კიდევ უფრო მეტად და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური პოტენციალის უფრო მეტად ათვისებას. უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში პატივი მქონდა შევხვდოდი უზბეკეთის სპორტის მინისტრ ბატონ ითხამ იკრამოვს, რომელთაც შევთანხმდით ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებაზე. ამავე დროს პატივი მქონდა გავცნობოდი ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობას, დამეთვალებინა მათი სპორტული ინფრასტრუქტურა და ასევე აღსანიშნავია, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით აპრილის თვეში ბათუმში ჩატარდება კურაში ევროპის ჩემპიონატი, რომელიც გამორჩეული უზბეკური სპორტის სახეობაა და ეს ევროპის ჩემპიონატი სრულად საქართველოს მხარდაჭერით, საქართველოს ხელისუფლების მხარდაჭერით ჩატარდება ქალაქ ბათუმში. აპირებენ თუ არა ოპოზიციური პარტიები მიმდინარე წელს დაგეგმილ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას. ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილს გადაწყვეტილება მიღებული აქვს. არსებული ცესკო და სადა ხელისუფლების პირობებში არჩევნებში მონაწილეობაზე გადაჭრით უარს აცხადებს ნაციონალური მოძრაობა. თვითმმართველობის არჩევნებზე უფრო მეტად ამ ეტაპზე პრიორიტეტულად სხვა საკითხებს ასახელებენ ლელოში. გადაწყვეტილების მიღებამდე მოვლენათა განვითარებას ძლიან სხვა პარტიები. გირჩი კი უკვე ამბობს, რომ 4 ოქტომბრის კენჭისყრისას მათ საკუთარი კანდიდატები ეყოლებათ. ჩვენ თვითმმართველობის არჩევნების საკითხებზე არ ვსაუბრობთ, იმიტომ რომ ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია მთავარი ორი საკითხის გადაჭრა, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნების ჩატარება. რაც შეეხება მზაობას, ჩვენ ვემზადებით ხელახალი არჩევნებისთვის. ეს ნიშნავს პარტიული სტრუქტურების მზაობას, ეს ნიშნავს ზოგადად საქართველოს მასშტაბით ჩვენს სათყოფნას. მიუხედავად იმისა, რთული არჩევნებია, იმიტომ რომ 63 არჩევნებია ფაქტობრივად შესაძლებელი ერთდროულად სხვა რეგიონში. ჩვენ წინასწარ ვემზადებით, მათ შორის ადამიანური რესურსების კუთხით. შეხვედრებიც კი ჰქონდა უკვე რუსთავში იმის თავებაზე, რომ თქვათ კანდიდატები უპოვოთ შესაფერისი თითოეულ საკრებულოსთვის. ზოგადად პარტია იმიტომ არსებობს, რომ არჩევნებში იღებს მონაწილეობას. თუ არჩევნებში აღარ იღებს მონაწილეობას, იგი სხვა პოლიტიკური ბრძოლის მეთოდებზე გადადიხარ. და ჩვენ ჯერ არ მიგვიღება გაწყვეტილება, რომ ყოველთვის მზადება დაგვეწყო, ამიტომ მიუხედავად იმ სიტუაციის, რაც შეიძლება ქვეყანაში არის, ჩვენ ბუნებრივია გეგმათ, რომ არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ. ის რა შანსები აქვს პოლიტიკურ ველზე? ქართული ოცნება თვლის, რომ ამ კითხვაზე პასუხის მისაღებად არჩევნებში მონაწილეობა საუკეთესო გადაწყვეტილებაა. უმრავლესობის მოსაზრებით ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ოპოზიციის ნაწილი არჩევნებში მონაწილეობაზე უარს აცხადებს, სწორედ მათი დაბალი რეიტინგია. მომავალი თვითმმართველობის არჩევნები, რა თქმა უნდა, იქნება ყველაზე კარგი და რეალური შემფასებელი ქვეყანაში მოსახლეობის განწყობისა და პოლიტიკურ ძალთა, ასე ვთქვათ, რეალური წონის ამწონავი. არ მიიღებენ მონაწილეობას, როგორც ითქვიან, წმინდა ადგილი თავისუფალი დიდხანს არ დარჩება და გამოჩნდებიან
ან სხვა, ან შეიქმნებიან ახალი პოლიტიკური ძალები, რომლებიც ქართულ პოლიტიკაში შემოვლენ იმ პატივისცემით, რა პატივისცემაც დამოუკიდებელი საქართველოს იმსახურებს. თუ ისინი აპირებენ, რომ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვან, იგივე შეცდომა, რაც გაიმეორეს საპარლამენტო არჩევნებზე, ეს მათი ნება, მაგრამ თუ ვინმეს აქვს იმისი სურვილი, რომ ამ ქართულ რეალობაში, ქართულ პოლიტიკაში რამეს წარმოადგენს, ადგილობრივი არჩევნები არის საუკეთესო გამოსავალი, საუკეთესო შესაძლებლობა, რომ ეს დაამტკიცონ და დაანახონ მოსახლეობას, მაგრამ კიდევ ერთხელ თუ მათ სურთ, რომ თვით დესტრუქციის რეჟიმში გააგრძელონ მოქმედება და კვლავაც დაუშვან შეცდომები, ეს მათი გადასაწყვეტია. მსხვერპლი მოყვა კრევოი როგზე ოკუპანტის თავდასხმას რაკეტა 5 სართულიან სასტუმროს მოხვდა. მთლიანად განადგურებულია რამდენიმე სართული, დაღუპულია სულ მცირე 2 ადამიანი, დაშავებულია 30-მდე, მათ შორის არის მცირეწლოვანი ბავშვი. უმეტესი ნაწილის მდგომარეობა მძიმეა. ნანგრევებში მოყოლულთა პოვნას მაშველები ამ დრომდე ცდილობენ. დნიაპროპეტროვსკის გარდა თავდასხმის სამიზნე იყო ღამით სუმის ოლქიც. რუსული დრონის აფეთქების შედეგად არის მსხვერპლი. ადგილობრივი მედიის ცნობით შეტევა ერთ-ერთ სასაწყობე ობიექტზე მოხდა, გაჩნდა ხანძარი. უკრაინისა და შეერთებული შტატების ჯგუფებმა მომავალი შეხვედრისთვის მუშაობა დაიწყეს. ამ შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის გუშინდელი გამოსვლა კი პოზიტიურ წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა თეთრი სახლის პრესმდივანმა კაროლინ ლევიტმა. საუბარია უკრაინის პრეზიდენტის იმ განცხადებაზე, სადაც ზელენსკიმ მზადყოფნა გამოთქვა იმუშაოს დონალდ ტრამპის ძლიერი ხელმძღვანელობით მუდმივი მშვიდობისთვის. თეთრი სახლის პრესმდივნის თქმით, ეს შეიძლება იყოს მხოლოდ სწორი მიმართულებით სვლა. ანდრო ჭეჭინაძე, ონისე ცხადაძე და მათთან ერთად აქციაზე დაკავებული 9 პირი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ გუშინდელ სხდომაზე ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელა და პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. პროცესზე სიტყვის უფლებით ისარგებლა დაკავებულთა ნაწილმა. მანამდე კი ადვოკატებმა მოსამართლისა და პროკურორების აცილების შუამდგომლობა დააყენეს, რაც არ დაკმაყოფილდა. ანდრო ჭეჭინაძეს, ონისე ცხადაძესა და კიდევ 9 ბრალდებულს პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება, რაც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. სასამართლომ განმარტა, რომ აღარ არსებობდა იმოცემულობით მტკიცებულებათა განადგურების საფრთხე, რომელიც საფუძვლად დაედებოდა პატიმრობას. თუმცა სასამართლომ აღნიშნა, რომ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე ისევ არსებობდა ამ საქმეზე, რასაც თავიდან ბოლომდე ვერ ვეთანხმებით, ვინაიდან ბრალდების მხარემ ვერც ერთი დამაჯერებელი მტკიცებულება ვერ წარმოადგინა. ბრალდების მხარემ ვერც ერთ შეკითხვას ვერ გასაპასუხე. ჩვენთვის გაუგებარია, რატო იქცევა სასამართლო იმ მოცემულობით, როდესაც მართლა არსებობს დაცვის მხარის დასაბუთებული შუამდგომლობა და არ აკმაყოფილებს მუდმივად არაერთ და დასაბუთებულ შუამდგომლობებს. სასამართლო მოცემულ შემთხვევაში გაეზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომელიც ეფუძნებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. მიუთითა, რომ არსებობდა მოცემულ შემთხვევაში ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ბრალდებულებს ბრალი ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისათვის. მათი ერთობლივი ქმედების შედეგად გამოწვეული იქნა სხვადასხვა ზიანი, როგორც ფიზიკური, ასევე ქონებრივი. არაერთ პირს მიადგა ფიზიკური ზიანი, კერძოდ პოლიციის თანამშრომლებს, ასევე დაზიანდა არაერთი უწყების კუთვნილი ქონება და შესაბამისად ბრალდების მხარე მათი ქმედება დააკვალიფიცირა როგორც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. ხელოვნების სფეროს იმ გაფიცულ წარმომადგენელთან დაკავშირებით ისაუბრა ღამის კურიერის პირდაპირ ეთერში კულტურის მინისტრმა, რომლებიც ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას აპროტესტებენ. თინათინ რუხაძის თქმით, აღნიშნული პირები იურიდიულად გაფიცულები არ არიან და სახელმწიფოსგან ხელფას ჩვეულებრივად იღებენ. მინისტრი ამბობს, რომ ამ ფაქტზე რეაგირება აუცილებლად იქნება. მე მინდა რომ ადამიანი დე იურე გაფიცული არა ყავს დარგში. იურიდიულად გაფიცული არავინ არ არის. ფურცლით უნდა იყოს გაფიცვა, იმიტომ რომ გაფიცვასაც ისევე როგორც ყველაფერს სხვას აქვს თავის წესი. ისინი არიან კომუნიკაციაში. თქვენთან. არა მარტო. ფურცელზე ჩვეულებრივად საქმიანობა მიმდინარეობს, მათ რო გითხოთ და თუ გაფიცულები არიან, მაშინ ეს არის სახელმწიფო ქონება, ეს არის სახელმწიფო ხელფასი, სახელმწიფოს ხელფასი არ შეუწყვეტია, წამში, წუთში, ყველაფერი აწყობილი აქვს ამ სახელმწიფოს და მაშინ არსებობს სხვა ადამიანებიც, რომლებიც აბსოლუტურად ლეგიტიმურ კითხვებს სვავენ, რომ 5 თვე, 4 თვე შენ რომ სპექტაკლს არ გამართავ, კონცერტს არ გამართავ და არის ესეთი ერთეულები, ოღონდ ეს არის 1, 2 და არა 3 შეიძლება, არა უმეტეს, შენ საკუთარ ინტერესებს
აყოლებ ორგანიზაციებს და ამაზე რეაგირებები უთუოდ იქნება. ვიყავით კომუნიკაციაში მაქსიმალურად ჩართულები, რომ რა იყო, როგორ იყო, გაგვერკვია და სადაც შესაძლებლობა იყო მაქსიმალურად კანონის დაცვით, ჩვენ ვერც ერთხვა უწყებაზე ზეგავლენას ვერ ვიქონიებთ, ჩვენი დარგი და სფერო გვაბარია, თუმცა ადამიანურად ყველას ხარში ვედექით, როგორც შეგვეძლო. ინტერნეტის უსაფრთხოდ გამოყენებასა და ციფრულ წიგნიერებაში გადამზადდა წყალტუბოს საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლები. კომუნიკაციების კომისიამ ციფრული მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარები გაეცნენ ინტერნეტში ინფორმაციის მოძიებას, Google-ის აპლიკაციების სარგებლობასა და სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენებას. პროგრამა წყალტუბოში მარტის ბოლომდე გაგრძელდება. ამ ეტაპისთვის მუნიციპალიტეტში საერთო ჯამში 600-ზე მეტი პირია გადამზადებული. ინტერნეტიზაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში წყალტუბოს მუნიციპალიტეტში კომუნიკაციების კომისიის მიერ გრძელდება ციფრული მხარდაჭერის პროგრამის განხორციელება. აღნიშნულ ტრენინგში სულ წყალტუბოს მუნიციპალიტეტში გადამზადდა 600 ადგილობრივი და ჩატარდა 30 ტრენინგი. ჩვენი თემები ძირითადად მოიცავს Google-ის ტექნოლოგიების გამოყენებას, ასევე მოიცავს ხელოვნურ ინტელექტს, მისი პრაქტიკული გამოყენების კუთხით მოსახლეობას ძალიან დიდი ინტერესი აქვს, მინიმალური სტანდარტები, რაც აუცილებელია იცოდნენ, რათა არ მოხდნენ სხვადასხვა ინტერნეტ თაღლითობის სვერპლი. დღეს ამბების ნახევარწლად ჩვენს ვებგვერდზე რუსთავი 2.g შეგიძლიათ, მე კი ამით 9-მდე გემშვიდობებით.